პირდაპირ დიალოგი რუსეთთან ესვლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ნატოს წევრობაზე და პრობლემის მოგვარებას, მე მჯერა რომ ყველას მინდა პროცესების ფორსირება არ მოხდებოდა. მოგესალმებით, პატივცემულო ჟურნალისტებო, პატივცემულო საზოგადოება. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ძალიან რთულ ვითარებას, რომელიც ყოველდღიურად უფრო მძიმდება და რთულდება და რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს. მე არაერთგზის გავაკეთე განცხადება და გავაფრთხილე ქართული საზოგადოება და ქართული პოლიტიკური ელიტა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები ძალიან დააჩქარებდა პროცესებს საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ ძალიან არასასურველ ჩიხში შეგვიყვანდა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც კეთდებოდა და კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტული მინისტრების მხრიდან, რაც ეხება საქართველოს დღეს და ხვალ გაწევრიანებას ნატოში, სრულიად უსაფუძვლოდ. რაც ეხება თითქოს და საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების გახსნას, მოყვა უმძიმესი რეაგირება რუსეთის მხრიდან, რომლის შესახებაც სხვათა შორის ჩვენ რუსეთის ხელისუფლება თავის განცხადებებში გვაფრთხილებდა. პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინ პირველად გაკეთდა განცხადება აფხაზეთთან რუსეთის ერთობლივი საჯარისო ფორმირებების შესაძლო შექმნის თაობაზე. დღეს უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული ძვრები მოხდა. დღეს პროცესი რეალურად ძალიან დაჩქარებულია და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ სწორედ ჩვენი არასწორი მოქმედებების, ჩვენი ხელისუფლების არასწორი მოქმედებების, რუსეთთან რეალური პოლიტიკის არარსებობის გამო ხდება ამ პროცესების დაჩქარება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომ აღნიშნული მოქმედებები თურმე ხელს შეუშლის რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციას. რომელ ნორმალიზაციაზე ვლაპარაკობთ? მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ღვინის გატანაზე რუსეთთან? თუ ვლაპარაკობთ რეალურ ნორმალიზაციაზე, რომელიც არც დაწყებულა დღევანდელი ხელისუფლების ხელში და ვერც დაიწყება პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, იმის გამო, რომ ჩვენ გუშინ და გუშინ წინ კიდევ ერთხელ გავხდით თვალნათლივ მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ერთიანი გუნდი, ერთიანი პოზიცია, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის რუსეთთან ურთიერთობები. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ხშირად მავნებლურ განცხადებებს, რომელიც შეიძლება არის საამებელი რომელიმე სახელმწიფოსათვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილად არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის მაგალითი იყო განცხადებები ნატოს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე გახსნასთან დაკავშირებით, ამის მაგალითი იყო თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემის საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით და ამის მაგალითია თუნდაც მისივე დღეს გაკეთებული განცხადება, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თურმე რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის ხელისუფლება. ქალბატონებო და ბატონებო, დიახ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც რა თქმა უნდა წარმოადგენს აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, ამას მე ხას უსვამ, მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობს და არ წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილი 100,000-ობით ადამიანების ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ რეალობას, ვესაუბროთ იმ ადამიანებს, მით უფრო რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში თავად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. როდესაც ამას არ იყენებ და როდესაც ამბობ, რომ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, როცა ვერ ბედავ იმას, რომ პირდაპირ დაელაპარაკო აფხაზეთის და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, ჩახვიდე იქ და კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყო, ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს. მე გუშინაც ვთქვი, რამდენიმე კვირის წინაც და არაერთგზის მithქვამს, ჩავიდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სოხუმში და ცხინვალში, დაელაპარაკონ ადგილზე მყოფ ადამიანებს, ჩავიდნენ მოსკოვში, უფრო მეცაც გეტყვით. ჩვენ რომ გვყავდეს რეალურად პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლება, კომპეტენტური და გამბედავი ხელისუფლება, დღეს უკვე პირდაპირი დიალოგი ამ თემებთან დაკავშირებით მოსკოვთან დაწყებული უნდა იყოს. უბრალოდ ამას ვერავინ ვერ გაბედავს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე
იყურება ვთქვათ მოკავშირეების მიმართულებით. ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც დღესაც აცხადებს, რომ მალე დეოკუპაციის პროცესი დაიწყება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით. ეს არის სამწუხაროდ ილუზია, ეს არის ჩვენი ხალხის მოტყუება. ვერავინ ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და არც უნდა მოვთხოვოთ დასავლეთს, რომ ჩვენს მაგივრად ჩვენი გასაკეთებელი საქმე გააკეთონ. ვერავინ ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, თუ არა თავად საქართველოს ხალხი და საქართველოს ხალხის რეალური წარმომადგენელი ხელისუფალი, რომელიც იფიქრებს საქართველოს ინტერესებზე და არა იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ნებისმიერი დაკვეთა და პირდაპირ გეტყვით. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლება, რომელი მიმართულებიდან წამოსულ დაკვეთას შეასრულებს. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. საქართველოს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, იმ გადაწყვეტილებებს იღებდეს და იმ საქმეს აკეთებდეს და იმ დაკვეთას ასრულებდეს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და მხოლოდ ქართველი ხალხისგან და საქართველოს მოსახლეობისაგან მოდის. მე მინდა გითხრათ, დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არანაირი რესურსი ამ მოლაპარაკების არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვეუბნები ჩვენს მოსახლეობას. ძალიან საგანგაშო სიგნალებია ნებისმიერ იმ ადამიანისათვის, რომელიც ერკვევა პოლიტიკურ რეალობაში, საქართველოს განვითარების უმძიმეს ფაზაში შედის და ჩვენ ძალიან ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს ჩვენი ხელისუფლების უსუსურობა და უპასუხისმგებლობა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2010 წელს, 2011 წელს, როდესაც მე შეხვედრები მქონდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან და ვლადიმერ პუტინთან, საქართველოსათვის იყო განუზომლად უფრო ფართოდ გახსნილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კარი, ვიდრე დღეს ეს კარი ყოველდღიურად იხურება. მე ჩემის მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს კარი არ დაიხუროს, მაგრამ ამასში, რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანოს უპირველეს ყოვლისა სწორედ ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელიც სამწუხაროდ, როგორც ნათლად ჩანს, რუსეთს ვერ დაელაპარაკება, იმიტომ რომ ერთმანეთთან ვერ პოულობენ საერთო ენას. კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რუსეთთან მოლაპარაკების, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დასავლეთთან, აღმოსავლეთთან ან სამხრეთთან მტრობას და მეგობრობის და ურთიერთობის გაწყვეტას. რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს და შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე დავდგეთ. ვისაც გესმით პოლიტიკა, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გესმოდეთ. ვისაც არ ესმის პოლიტიკა და არ ევალება, რომ პოლიტიკა ესმოდეს, მინდა ვთხოვო, რომ ეს განცხადება ძალიან გულდასმით მოისმინოს და თავად გააკეთოს ანალიზი, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გამოწვევებში გადაიზარდოს.